ოქტომბრის საქმეში ფიგურირებს თქვენი კამერები, სადაც აღმოჩნდა, რომ შეცვლილი ჰქონდა მიმართულება. საქმის კურსში ხართ თქვენ ამის თაობაზე? იცით, ვერ გეტყვით ესე დეტალურად. პირველად ჩემგან გაიგეთ, რომ კამერებს მიმართულება ჰქონდა შეცვლილი? ჩვენებებია მიცემული სასამართლოზე, რომ ამ კამერებს მიმართულება ჰქონდა შეცვლილი. გავიგე, ხალბატონო მაგრამ თქვენ როგორ გონიათ, რამდენი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაც არის, ყველა კითხვაზე, რაც დაისვა, მე უნდა მქონდეს პასუხი. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გიორგი არსოშვილია. ის 112-ის შეფია. სწორედ მასზე დაქვემდებარებული სამსახური აკონტროლებს მთელ საქართველოში ყველა სათვალთვალო კამერას. ამავე უწყებაში ინახება ამ კამერის ჩანაწერებიც. პოლიციის ეს დანაყოფი შაბათის ეთერის ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ მოექცა, რაც გაირკვა, რომ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ დამონტაჟებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერები 4 ოქტომბრის საღამოს აქციის დღეს მიტრიალებული იყო. აღმოჩნდა, რომ საპრეზიდენტო სასახლის ნაცვლად, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია, კამერები 4 ოქტომბერს მხოლოდ მიწას და ცას უყურებდნენ. სათვალთვალო კამერები, როგორც მახსოვს, რამოდენიმე იყო დაზიანებული და ზოგიერთ ობიექტივი მიმართულება ქვემოთ ჰქონდა დაშვებული, სავარაუდოდ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო ფიქსაცია. ანუ არც ისე მაღალზე იყო ეს ბოძებზე ეს ვიდეო სათვალთვალო კამერები და შესაძლებელი იქნებოდა ვთქვათ ბოძზე ასვლის. კიდევ ნახე მეორე, ზემოთ არის მიმართული ან კამერის ობიექტივი. აი ზემოთ ცაში, ეხლა ცაში რატო უნდა იყოს, ხო? რომ მონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერა, ბუნებრივია რაღაცას უნდა უყურებდეს და არა ქვემოთ ასვლის, ხო, სიტყვაზე. რამდენი კამერა იყო ეს მდგომარეობაში? რამოდენიმე კამერა. შაბათის გუნდმა მოიპოვა აუდიო ჩანაწერი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის სასამართლოში დაკითხვის ოქმი. აკაკი ქადაგიშვილმა 16 მარტს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს უთხრა, რომ სამეთვალყურეო კამერებს პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს მიმართულება შეცვლილი ჰქონდათ. ქადაგიშვილის ვერსიით, ეს დანაშაული აქციის მონაწილეებმა საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჩაიდინეს. თუმცა ეს ვერსია საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების ამ ეპიზოდში გიყვებით, რეალურად ვის ინტერესში შედიოდა ათონელის 25 ნომერთან დამონტაჟებული 112-ის კამერები ისე შეეტრიალებინათ, რომ სასახლის ღობესთან განვითარებული მოვლენები კამერებს არ გადაეხოთ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ალბათ აი ამ კამერების ჩანაწერები უნდა იყოს, ეს გზა ჯვარედინზეა და პირდაპირ უყურებს იმ გზას, საიდანაც რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები ჩამოდიოდნენ და ასევე უყურებს ათონელის სასახლეს, საიდანაც გაემართნენ შემდეგ აქციის მონაწილეები. საინტერესოა, სწორედ ამ კამერებზეა თუ არა საუბარი, როდესაც ამბობენ, რომ კამერებს მიმართულება ჰქონდათ შეცვლილი. რას აჩვენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკა? 112-ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საპროტესტო ტალღის აგორებიდან დღემდე გამოძიების მხრიდან მომიტინგეების წინააღმდეგ არაერთხელ ყოფილა გამოყენებული. სწორედ ამ კამერების ჩანაწერებს იყენებს პოლიცია აქციის მონაწილეების ტროტუარზე დგომის დასამტკიცებლად, შემდეგ დასაჯარიმებლად და დასაკავებლადაც კი. 4 ოქტომბრის საქმეზე კი გვეუბნებიან, რომ საპრეზიდენტო სასახლის წინ განლაგებული კამერები აქციის მონაწილეებს არ უყურებდა და იმ დღეს მხოლოდ ცისკენ და ასფალტის საფარისკენ იყო მიმართული. სინამდვილეში რადამალეს 112-ის მიმართულება შეცვლილმა კამერებმა. ვიღაცას არ უნდოდა, რომ დაფიქსირებულიყო მისი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტები. იმიტომ ხომ არ იყო, რომ ჩვენ მართლები ვართ და ასე ვთქვათ, ჩვენი სიმართლე დაკარგულიყო. ამას ხო არ ფიქრობ შემთხვევით. თავიდან ხო უნდა გამოჩენილიყო, ანუ ის თუ ბოძზე ვიღაცა აცოცხლა ხო უნდა გამოჩენილიყო, მაშინ თავიდან ხო სწორად იყო მიმართული ეს კამერები და თქვენ არ გიჩნდათ რომ მოგეძებნათ ეგ ხალხი ვინ შეატრიალა ეს კამერები? ეს ხო დანაშაულია ჩვეულებრივად. უყურეთ, მე როგორც აგიხსენეთ, სხვა დეპარტამენტში ვმუშაობ. ეს პოლიციის გამომძიებლის სკანდალური ჩვენების კიდევ ერთი ნაწილია. ანუ გელაგელაძის უწყების წარმომადგენელი სასამართლოში ამბობს, რომ კამერებისთვის მიმართულების შეცვლის შესახებ მინიმუმ 6 თვის წინ გაიგო. ისიც გაიგო, რომ ამ ქმედების შედეგად საქმეში მტკიცებულებები გაქრა, მაგრამ ამ დრომდე არავის გაურკვევია, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. 112-ის კამერები ლისზე მდებარე ცენტრიდან რეალურ დროში უყურებენ, რომელი კამერა რას იღებს.
ამიტომ ჩვენ ახლა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორს ვეკითხებით, ვისაც ცნობა 112-ის ოპერატორმა მომხდარის შესახებ. ესეთი ნიუანსი არ გახსოვთ. ეს ნიუანსი არ არის კამერაში მიმართულება ქონდა შეცვლილი ბატონ გიორგი. ნიუანსია ეს დანაშაულია. არასოდეს. ვინ გააკეთეთ 112 შეიძლება და გაეკეთებინა თუ ვინმე გარეშეფერმა გააკეთა. ალბათ მაკარა ერთ წუთი რა. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ გვაქვს. კონკრეტულად რომელ საკითხზეც მესაუბრებით, ხო თუ გინდათ იმ საკითხზე ინფორმაციის მიღება, გადმოგვიგზავნეთ. გიორგი არსოშვილს და მის უწყებას დაპირების მიუხედავად არც ერთ ჩვენ შეკითხვაზე პასუხი არ გაუწია. ამიტომ რეალობის დადგენას საკუთარი ძალებით ვცდილობთ. ბატონო ვაჟა, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება იმ კამერების გამო, რომელიც იყო დახრილი? ვინ დახარა ეს კამერები? გილოცავთ ბატონო ვაჟა, მშველელი გამოგიჩნდათ. ვაჟა თოდუა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორია. ფაქტია. რა უნდა აღებეჭდათ კამერებს, რომლებსაც ვიღაცა მიმართულება შეუცვალა და არ გადააღებინა ის, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდნენ. სულ ეს 4 კამერა გაქვთ პერიმეტრზე, რასაც ხედავ? და რატომ ვერ გადაიღეს მაშინ იმ დღეს ვინ წააქცია ჭიშკარი? კამერა რახან დგას პრეზიდენტის სასახლესთან მუშაობს, ხო? გაფუჭებული კამერა ხო არ გექნებათ დაყენებული სასახლესთან, ხო სწორია? თქვენ რა კითხვას დამისვით? ხო. თქვენ ვერ გაიცით პასუხი იგივე? ანუ მუშაობდა კამერები, გასაგებია. ხო გაიცით თქვენ პასუხი. შენ რაღაცა გაინტერესებს. ორბელიანების სასახლის ფასადზე 6 კამერას ვითვლით. 4 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმეში კი მხოლოდ 1 კამერის ჩანაწერია, რომელიც საჯარო რამდენიმე დღის წინ გახდა და სადაც საპრეზიდენტო რეზიდენციის ღობის წაქცევაა ასახული. თქვენი კამერა იყო მიტრიალებული? ჩვენს გარეშე ვიღაცა აძვრა? 4 ოქტომბერს აქ იყავით და ეს კამერა მუშაობდა და არ წაუღია გამოძიებას. არა. რა უცნაურია. იმ ფონზე, როდესაც მიმდებარე ობიექტების ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით არავინ დაინტერესებულა და 112-ის კამერებსაც მიმართულება შეუცვალეს, სიმართლის დადგენისთვის ერთადერთ გამოსავლად თავად პრეზიდენტის სასახლეზე დამონტაჟებული კამერები რჩება. ამ მოწყობილობებს უნდა აღებეჭდათ ადამიანები, რომლებმაც რეზიდენციის გალავნის პირველი სექცია წააქციეს. საქმეში მხოლოდ 1-30 წამიანი ვიდეო დევს, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო. ამ ერთი კადრით მყარდება მხოლოდ ის ვერსია, რაზეც შაბათის ეთერი პირველ ჟურნალისტურ გამოძიებაში ყვებოდა. ღობე წამებში ეცემა. დააკვირდით კადრს. რკინის გალავანი საყრდენს პირველივე შეხებისთანავე წყდება. აქ არის კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი. რუსთაველიდან სასახლესთან ჩასულ აქტივისტებს ხვდება გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი 3 პირი, რომლებიც თვითმხილველთა გადმოცემით მომიტინგეებს არა ჭიშკრისკენ, არამედ ღობისკენ უთითებდა. ვინ არის ეს ხალხი და სად წავიდნენ ღობის გადმოგდების შემდეგ? გამოძიებამ ვერც ეს დაადგინა. სასახლის კამერები ყველა მუშაობდა, ბატონო ანზორ? სასახლის კამერები მუშაობდა. და ამოღებულია ეს კამერები? დიახ. გამოძიებამ წაიღო, ხო? დიახ. იცით რატო გეკითხებით? აი იმ პირველი პირების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ, ვინც ჭიშკარი შეანგრია ღობე. და რატომ ვერ შეიძლება მოახერხონ თუ კი არსებობს ეს კამერები? საუბრეთ ეს მასალები არა. მაგრამ კამერები ნამდვილად არსებობს და წაიღეს. თუ გამოძიებამ ათონელის სასახლის ყველა ჩანაწერი წაიღო, რატომ დევს საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეო ფაილი? ხომ არ მიმდინარეობს იმ ადამიანების საქმიდან გაქრობა, ვინც დროშებითა და ნიღბებით 4 ოქტომბერს 19 საათსა და 08 წუთზე ორბელიანების სასახლის ჯებირი წააქცია. თქვენი კამერები ხომ წაიღეს, ეგ არიცით? დაცვის უფროსი ხართ სასახლის? თქვენი კამერები წაიღეს თუ არა არიცით? ანზორ ჩუბინიძემ დაგვიდასტურა წაიღესო. და თქვენ? არ მაქვს სრული საერთოდ ლაპარაკი სხვათა. რატო პასუხი არ გაქვთ? არ მინდა და არ გიყავს. იდენტიფიცირებას ვერ ეხდენენ ამ ადამიანებისას და თქვენი კამერები თუ ეხმარება ამაში, რატომ არ ეხმარებით გამოძიებას? თუ ეს პირები მანამდე იდგნენ მანდ, ვიდრე საერთოდ დაიწყებოდა შეხლა-შემოხლა. სასახლის ღობის საქმეზე ჯამში 60-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. სასამართლო პროცესებით თვეებია მიმდინარეობს. მალე მხარეები განაჩენსაც ელოდებიან, თუმცა პროკურატურამ ამ დრომდე ვერ ან არ მოახერხა იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც სასახლის ხუდე რეალურად წააქცია. ადგილზე მისულ ხალხს ღობისკენ უთითებდა და მას შემდეგ უკვე აღარავის უნახავს.
ხობე ვინც გადაანგრია, იმ 4 ადამიანიდან დაადგინეთ ვინ არიან ეს ადამიანები? სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი არიან ბრალდებულები, რომლებიც წარმოქმნილი ადამიანები, რომლებმაც ხობე წააქციეს. იცით ვინ არიან? აქცენტ სვავთ არასწორად. აქ ხობის წაქცევა არ არის ბრალად წარდგენილი, აქ ბრალად არის წარდგენილი. სულ ხობეზე საუბრობთ, იმდენ საათიან ჩანაწერი მოვისმინე და სულ ხობეზე საუბრობს დაცვის მხარე. და აბსოლუტურად არასწორი. ეგ თქვენს ინტერესში არ შედის ხობეზე საუბარი და იმიტომ დადგენილია ერთ-ერთი პირი. დანარჩენს ამ პირზე რა იცით, ვინც ხობე წააქცია? ხობის წამქცევი კონკრეტულად კადრები ხო ნანახი გაქვთ ბევრჯერ თუ თქვენ ნანახი გაქვთ ხობის წაქცევასთან დაკავშირებით. რამდენიმე ადამიანი ეჯაჯგურება აღნიშნულ ხობეს. დაკავებული ყავს ყველა ხალბატონ თამა რამდენი? ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა დაკავებულია. ვისიც ვერ მოხერხდა, რატომ ვერ მოხერხდა? ეგ მინდა გითხოთ. დაგიდასტუროთ რომ ამ შემთხვევაში არის ვისიც ვერ მოხერხდა, რატომ ვერ მოხერხდა ხალბატონ თამა? პიროვნების დადგენა სჭირდება შემდეგი გარემოება, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის და ვერ ჩატარდა 6 თვე? და შესაბამისად მოგეხსენება ვერ ჩატარდა ხალბატონ თამა. ზოგიერთი ბრალდებულები იყვნენ შენიღბული, სპეციალური ისიც ხო ექსპერტები. შენიღბული იყო ერთი ვინც დაადგინეთ. ამ შემთხვევაში სხვადასხვა დადგენას ჰქონდა თავისი მეთოდები, რომლითაც დადგინდა. და ამათთან რატო გართულდა ხალბატონ თამა? ისევ კამერებთან ხომ არ მივდივართ. ეს ადამიანები იქვე იყვნენ თავიდანვე და იცოდნენ ხობის დაზიანების შესახებ და მარტივად წააქცევდნენ. არ არის ლოგიკა ამაში. ვერ მოახდინეს ხობის წამქცევების იდენტიფიცირება, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არ იშურებენ ძალისხმევას ჩანაწერებში ეძებონ, ამოიცნონ, სასამართლოში იარონ ჩვენებები მისცენ და ამ ჩვენებების საფუძველზე ბრალი წაუყენონ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ათონელის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა. სათვალთვალო კამერების ამოცნობა არ გაიკეთებიათ, მნიშვნელოვანი არ იყო ხობე ვინ წააქცია ბატონ გიორგი მაგალითად. იმ პირების იდენტიფიცირება რატომ ვერ მოახერხეთ? არ იყო ამაზე თქვენთვის დავალება, პოლიტიკური ნება არ გქონდათ? ბატონ გიორგი, არ გაქვთ ამაზე პასუხი, სასამართლოზე მჭერმეტყველი იყავით საკმაოდ. გიორგი მჭედლიშვილს პოლიციელობის სტაჟის პარალელურად მოწმეობის გამოცდილებაც უგროვდება. 8 პირის საქმეშიც ბრალის დასადასტურებლად პროკურატურას მისი ჩვენება დასჭირდა. ახლა კი ბოლო სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ გამოცდილი მოწმე დააწინაურეს კიდეც. ნახეთ როგორი აბსურდი მივიღეთ, საუბრობთ პრეზიდენტის ღობის საქმეზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბლოკირების მცდელობაზე ოფიციალური ბრალდებით და საქმეში არ არის ამოღებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერები, ანუ კამერების, რომლებიც ყველაზე უტყუარად, ყველაზე კარგი ხედით აჩვენებდნენ რა მოხდა ღობესთან მიმართებით. გამოძიება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაათვალიერა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კამერები. თავადვე დარწმუნდნენ, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია პირდაპირ და აშკარად იკითხებოდა ამ კამერების ჩანაწერებზე და ამიტომ პროკურატურას არ მიეცა საშუალება ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმეში წარმოედგინათ ეს კამერები. იმ მცირე მონაკვეთზეც კი, რომელიც პროკურატურას გაეპარა სისხლის სამართლის საქმის მასალებში, რაც ხედავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ 3 ადამიანი, 2-3 მიწოლით და მე ვიტყოდი ფიზიკის კანონების დარღვევით და საწინააღმდეგოდ ახდენს ღობის გადაქცევას, როდესაც მარჯვენა ნაწილში ხდება მიწოლა ღობეზე და მარცხენა ზედაკუთხეში ტყდება პირველად ღობეს, უბრალოდ შეუძლებელია და ფიზიკის კანონის დარღვევა და რაც თავარია, ადამიანები, რომლებიც თითქოს მოწადინებულები იყვნენ, რომ პრეზიდენტის სასახლე აეღოთ და ღობე გადააქციათ, ისინი საერთოდ არ ცდილობენ ეზოში შესვლას, იმ წუთასვე ტოვებენ ადგილს. ჩანაწერში, რომელიც ადვოკატების ვარაუდით საქმეში შემთხვევით გაეპარათ, კარგად ჩანს, რომ ღობის პირველი სექციის წაქცევისას სასახლის გარე ფასადზე მხოლოდ 10-15 ადამიანი დგას. ანუ, აქციის მონაწილეები ათონელზე ჯერ არ ჩამოსულან. ამას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი თეიმურაზ თათარაშვილი სასამართლო დარბაზშიც ადასტურებს. რამდენი ადამიანი იყო პირველი, რომელიც მოვიდა სასახლის ღობესთან? ალბათ დაახლოებით 10-15 ადამიანი, ზუსტად ასე არ მახსოვს. ხელში რამე ეჭირათ, ხელსარიელები იყვნენ მოსულებით, რაიმე ესეთი საგანი ხომ არ ეჭირათ, რომელიც შემდგომ გამოიწვევდა სასახლის ღობის მყარი კონსტრუქციის დაზიანებას. თუ ხელსარიელები იყვნენ მოსულები? დროშები ეჭირათ და დროშის ეგრეთ წოდებული ჯოხები. თქვენ ამ პერიოდში რასაკეთებთ და მოვიდნენ ამ ხედავთ რომ ჯოჯგურებიან ამ რა უნდა გვექნა ასე უბრალოდ უყურებთ ვიდექით ჩვეულებრივად ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი იმ მომენტში რა უნდა მოიმოქმედო რა თქმა უნდა. ჩვენებებისას შელამაზებული რეალობა შეულამაზებლად გამოჩნდებოდა 112-ის კამერებშიც, რომელსაც მაღალი გარჩევადობა აქვს და პერიმეტრს სრულად აკონტროლებს, თუმცა გამოძიებამ ამ ნაწილზეც ისრუნა. საქმეში ჩადო კამერის იმგვარი ჩანაწერი, რომელშიც ხობის წაქცევის გარდა ყველაფერი ჩანს. რა ფორმითაც არის გამოთხოვილი, იმ ფორმით არის თქვენ კითხვები არ გაგიჩინათ?
იმან რომ მაგალითად ღობის გადანგრევა იქ არ ჩანს და მიზუმებულია სახეებზე. 112-ის კამერა ნანახი მაქვს. სასამართლო ფაილები 6 თვის შემდეგ ადასტურებენ ვერსიას, რომელიც 4 ოქტომბერსვე გაჩნდა. პირველი ის, რომ იმ დღეს პრეზიდენტის სასახლესთან მისულ მომიტინგეებს ღობე უკვე გადავარდნილი დახვდათ. მეორე და მთავარი. იმ 10-15 კაცსაც არავინ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა მანამდე, ვიდრე ღობის პირველი სექცია არ წაიქცა. ახლა კი გამოძიება გვეუბნება, რომ არ იციან იმ დროშიანების ვინაობა, ვინც ეს ჩაიდინა და რეალურად მოვლენების პროვოცირება შეუწყო ხელი. კამერა, რომელიც 180 გრადუსით და სტატიკურ რეჟიმში მუდმივად იღებს ყველაფერს, რაც ხდება, რაც კამერის ხედვის არეალში ხდება, ამ შემთხვევაში ვიდეო ჩანაწერი ამოღებულია იმგვარად, რომ როგორც ჩანს გამომძიებელი იჯდა 112-ის ოპერატორთან ერთად, მიზუმა, მიატრიალა და მოატრიალა კამერის ხედი იმგვარად, როგორცაც მათ აწყობდათ და სწორედ აი ასეთი დამონტაჟებული, მე ვიტყოდი, ფაქტობრივად ფალსიფიცირებული მტკიცებულება ჩაიდო საქმეში და თავარი და საინტერესო დეტალი ღობის პირველი ტეხვის კადრები არის ფაქტობრივად კამერისგან ამოჭრილი, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც ღობის ტეხვა ხდება, კამერა მიზუმული, ანუ სხვა მიმართულებით არის მიტრიალებული. ღობე, რომლის წაქცევის გამოც ციხეში ათობით ადამიანი ზის, ახლა ამ წითელი ხალიჩის ქვეშ არის დამალული. 4 ოქტომბრის საქმის მთავარ ნივთმტკიცებას შაბათის ეთერმა ავლაბარში, ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიაგნო. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებთან ადგილზე ვარკვევთ, რომ ღობის შესასწავლად და მასზე დაზიანებების აღმოსაჩენად აქ არავინ მოსულა, მათ შორის არც ექსპერტები. ზემოთ ღობეები რომ ალაგია თონელიდან მოტანილი, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ნახოთ თქვენ? არ დაგინახავთ? რომ მოსულიყვნენ, ხომ დაინახავდით? არ ვიცი. იყვნენ მოსულები ექსპერტები? ვერ გეტყვით, შემდგომ არავინ არ ყოფილა. ანუ ეს წითელი ხალიჩო რატომ გადააფარეთ, არ ეფარა და? ვერ გეტყვით. იყო თუ არა ღობე წინასწარ გადაჭრილი, რომ საყრდენ ძელებს მარტივად მოსცილებოდა და რაც მთავარია, იყო თუ არა ეს ხალხისთვის დაგებული მახე. 4 ოქტომბრის მოვლენებიდან 6 თვის შემდეგაც ეს კითხვები პასუხგაუცემელია. შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, სადაც პირველად სწორედ ჩვენ ვიპოვეთ კადრი, რომელიც გადაჭრილ ღობეზე მიუთითებდა, პროკურატურამ ამ ვერსიის გაქარწყლება ექსპერტიზის დასკვნით სცადა. თუმცა ირკვევა, რომ ექსპერტი, რომელმაც დასკვნა დადო, ექსპერტიზისას მხოლოდ ფოტოებს დააკვირდა და ღობე ფიზიკურად არ უნახავს. ეს ზოგადი ხასიათის ფოტოებია შორიდან გადაღებული და ამ შორიდან როგორ უნდა დავადგინოთ ჩვენ ტრასები აღენიშნება თუ არა თუ ახლო ხედი არ არის. ეხლა თქვენი. აი 16 რიცხვში იგივე ფოტოცხრილი რატო ჩაყარეთ? რამე იყო დასამალი მანდ? 16-ში რო დაშკნა გაეცით. მაშინ თქვენ ფოტოებით იხემძღვანელეთ? ხო დამავიწყდებოდა ის ორი კვირა იყო გასული, ხო? დაასკვნით და ფოტოებით, ანუ საკლები განმეორებითი დათვალიერება არ ჩამიტარებია და არ ჩავთვალე საჭიროდ ანტიდები. მე მანდ უკვე დავასრულე ბატონო მოსად ჩემ კო. თქვენ ბატონო ექსპერტო, აი სასამართლომ გაგიმართათ ყველაფერი სულ ჩვენებისთვის. ისება კანონით. ლაშაბერიძის საექსპერტო დასკვნას არც ლითონის ტექნოლოგი ანზორ კვინიკაძე ენდობა. ბატონი ანზორი 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან იმყოფებოდა და ღობის წაქცევის პროცესსაც თვალი პირადად ადევნა. მე ლითონთა ტექნოლოგია ვიცი. ავტოქარხანაში მუშაობდი და რაღაც ვიცი და ეს ზაბორი როდეინზა ბალავერში ეს კინები და იყო და ზემოთ რო ატორტმა და მხედველობაში მომხდა რომ 10 თელი იყო ეს ასე რო უარეს ვერდი და ეს ის ფურცლოვანი ესა ზემოთ ლენტა გადაჭრილი იყო მართი კუთხით. თუ ისინი დახრილი კუთხით იქნებოდა, ერთ გვერდზე გადიხრებოდნენ და აქეთ არ გადმეწოდა. ატორტმა და კინარი, ჩუგუნი რო ყოფილიყო, გადაწყდებოდა, ვერ გაუძლებდა იმას. ეს გადიღუნა და მოდიოდა მოძრაობაში ეს ზაბორი. და ამას მე ვხედავდი ექვე ვიყავი. ეს არ არის ერთადერთი საეჭვო გარემოება, რომელიც ამყარებს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ხელისუფლება მომიტინგეების დასახვედრად ემზადებოდა. მეტიც, არა მხოლოდ ემზადებოდა, მათთვის ღობის გარდა კიდევ რამდენიმე სხვა ხაფანგიც ჰქონდა დაგებული. ამას 6 თვის განმავლობაში ჩატარებული ფაქტობრივად ყველა სასამართლო პროცესი ადასტურებს.
გრაფიკით მეორე დღეს მიწევდა, ანუ 5-ში მორიგეობა. მე 4-ში ვიყავი დამატებით გამოსული სმენაში. 12-დან პირველ საათამდე შუალედში, როგორც მახსოვს, მივედით სასახლეში და ვიმყოფებოდით უკანა ეზოში, ეგრეთ წოდებულ პარკინგზე. ჩვენ რომ გავედით, იქ უკვე იყვნენ GDD-ს თანამშრომლები და მათ უკან გამოვაგდით ჩვენ სრული შემადგენლობა. როდესაც ჩვენ გარეთ გამოვედით, სასახლის ღობის ნაწილი უკვე გადმონგრეული იყო. პატრულ ინსპექტორის ჩვენებით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ათონელის სასახლეში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ამ ლოკაციის შესახებ თავად მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე შეიტყვეს. შენობასა და პარკინგზე განლაგებული იყვნენ როგორც GDD-ს, ისე პოლიციის თანამშრომლებიც. თუმცა მომიტინგეებისთვის ხელი არავის შეუშლია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ჩნდება კითხვა, ხომ არ იყვნენ სავარაუდოდ წინასწარ დაზიანებული ღობის წამქცევი პირები, ხელისუფლების მიერ შეგზავნილი პროვოკატორები. მე სახეებზე სათითაოდ აქციის მონაწილეებს არ ვუცნობ. შესაბამისად, მე ვერ ვიტყვი, იქ მყოფი ხალხი ყველა აქციის მონაწილე იყო თუ პროვოკატორი, როგორც ბრძანებს ბატონი. იგივეს ამბობს პრეზიდენტის სასახლის დაცვის უფროსიც, თუმცა გიორგი წეველიძე საკუთარი თანამდებობისა და გამოცდილების გათვალისწინებით მაინც ბევრ შეცდომას უშვებს. სატელეფონო ზარით პირადად მეგობარმა დამირეკა და უბრალოდ ტელევიზორს უყურებდა. რომ სასახლეს ემოდიოდნენ? არა. არა და ამავე ჩვენებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს ისიც და ძალოვანი უწყებების სხვა დანაყოფებიც ათონელის 25-ში დილიდან ელოდნენ. შემადგენლობა მე მანქანების ნომრები მქონდა გადმოცემული. GDD მოვიდა სადღაცას იყო დღის 15 საათისთვის სადღაცას და საპატრულო 12 საათზე. ზოგი შიდა ტერიტორიაზე, ზოგი დაბლა ეზოში. 4 ოქტომბერს, რომ პრეზიდენტის სასახლეში დაუპატიშებელ სტუმრებს ელოდნენ, ეს ამ ვიდეო მასალითაც კარგად ჩანს. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მომარაგებული აქვს რკინის ჯებირები, რომ ჭიშკრის გამაგრების იმიტაცია შექმნას. ამ დროს კი ღობესთან არავინაა და 4 ადამიანს 4 შეჯანჯღარებით რკინის კონსტრუქციის წაქცევაში ხელს არავინ უშლის. ყველას გვახსოვს 4 ოქტომბრის დღეს გადაღებული კადრები, როდესაც რკინის ჯებირები ელაგა აქ ეზოში. და ამ რკინის ჯებირებით გაამაგრეს მაშინ ჭიშკარი. ეხლა ზუსტად იმ ადგილას ვიყურები და აქ არანაირი რკინის ჯებირი არ დევს. არა და გამოძიებას უთხრა დაცვის უფროსმა სასახლის, რომ რკინის ჯებირები აქ ყოველთვის ალაგია და ყოველთვის ყოველ საღამოს ეს არის პროცედურა, რომ ჭიშკარი ამით უნდა გაამაგრონ. ფაქტია, რომ ჯებირები აქ არ დევს ახლა. ერთადერთი დევს. რავი, იმ დღეს ძალიან მობილიზებული იყავით, ეხლა ვერ ვხედავ ჯებირებს. არა, რკინის ჯებირები ელაგა აქ გასამაგრებლად ჭიშკრის. ხელისუფლებამ დაგეგმა ესეთი ბინძური პროვოკაცია. ღობე წაიქცეოდა, მათი წარმოდგენით მეტი პოლიციელი და რაც ავარია უფრო მძიმედ დაშავდებოდა და მე ამ ყველაფერს თავის პროპაგანდისტულად და პირველად გამოიყენებდნენ იმის და ნამდვილად გაგვიჩენდნენ კომპლექსსაც, რომ აი როგორი მოძალადეები და ცუდი ადამიანი კი ზუსტად ეგ იყო, რომ რაღაცნაირად წერტილი დაესვათ ამ აქციებისთვის. 6 თვეა 4 ოქტომბრის საქმეს იძიებენ. ირწმუნებიან, რომ აქცია ძალადობრივი იყო და 4 კაცმა 4 წამში სტრატეგიული ობიექტის ღობის მოშლა შეძლო. თუმცა ამ დრომდე არ გამოუვლენიათ ის სამი პირი, ვინც ღობე რეალურად წააქცია. ივანიშვილის ძალოვანებმა ვერც იმისთვის მოიცალეს, რომ კამერებისთვის მიმართულების შემცვლელი პირები გამოევლინათ. ამიტომ განსასჯელის სკამზე მყოფი 60-ზე მეტი ადამიანი ახლა არა სასამართლოს, არამედ პოლიტიკურ განაჩენს ელოდება.